გამარჯობა, მე მქვია ვაჟა ჭუმბურიძე და დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ ცირკულაციის ეტაპზე. ცირკულაციის ეტაპი მოიცავს უკვე დადებული ტურნიკეტების, დამწოლის სახუების თუ ტამპონირებული სახუების გადამოწმებას, შოკის ამოცნობასა და დახმარებას. ამ ეტაპზე ხდება სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიში სისხლდენების კონტროლი. თუ ამ დრომდე არ აღმოგიჩენია და შეგიჩერებია სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა, შეაჩერე რაც შეიძლება მალე. შეამოწმე აქამდე დადებული ყველა ტურნიკეტი. თუ პირველი ტურნიკეტი ვერ აჩერებს სისხლდენას, დაადე მეორე პირველი ზუსტად ზევით. შეამოწმე ტამპონირებული და დამწოლის სახუები. თუ ტამპონირებული და დამწოლის სახუები არაეფექტურია, დაადე ტურნიკეტი. თუ ტურნიკეტის დადება შეუძლებელია, ახლიდან დაატამპონირე ჭრილობა. თუ მხოლოდ დამწოლის სახუები ადევს ჭრილობას და იგი სისხლით გაიჟღინთა, დაატამპონირე ჭრილობა და შემდეგ დააფიქსირე იგი დამწოლის სახუებით. დაიმახსოვრე, ტურნიკეტები, ტამპონირებული და დამწოლის სახუები შეამოწმე რეგულარულად. შოკი წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ადამიანის სასიცოცხლო ორგანოებს, განსაკუთრებით ტვინს, არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი. ეს მდგომარეობა უჯრედთა და ქსოვილთა ფუნქციის მოშლას, ხოლო შემდეგ ორგანოთა მუშაობის შეწყვეტას იწვევს, რომელიც სიკვდილით მთავრდება. ბრძოლის ველზე მეტწილად გვხვდება ჰემორაგიული იგივე სისხლდენით გამოწვეული შოკი, რომლის პრევენცია და დახმარებას ადგილზევია შესაძლებელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია შოკური მდგომარეობის თავიდან არიდება, ან უკვე არსებობის შემთხვევაში მისი დროული ამოცნობა და დახმარება. სისხლის დანაკარგი სხვადასხვა ზომის, წონისა და სქესის ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. სისხლის რაოდენობა საშუალოდ ადამიანის წონის 6-7%-ს შეადგენს. მაგალითად, 85 კილოგრამი მასის მქონე ადამიანის სისხლის მოცულობა დაახლოებით 5 litrს შეადგენს. შესწვლილი მენტალური სტატუსი თავის დაზიანების გარეშე, სწრაფი დაზერელი სუნთქვა, ოფლიანი ცივი და წებოვანი კანი, გაფითრებული კანი, სილურჯე ტუჩებს ირგვლივ, გულის რევა ან პირღებინება, გაძლიერებული წყურვილი. შოკური მდგომარეობის დახმარების საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. აღმოაჩინე და შეაჩერე ყველა არსებული სისხლდენა. იმ დაშავებულთათვის, რომელთაც დაკარგეს სისხლი და შეუძლიათ ყაყვა, შესაძლებელია წყლის მიცემა. ბრძოლის ველზე ხშირად დეჰიდრატაცია, რომელიც ყოველთვის ამძიმებს დაშავებულის მდგომარეობას. თბილ გარემოშიც კი დაიცავი დაშავებული გადაცივებისგან. თუ დაშავებულმა დიდი რაოდენობის სისხლი დაკარგა, არსებობს ჰიპოთერმიის განვითარების მაღალი რისკი. უგონოდ ყოფი დაშავებული მოათავსე უსართო პოზიციაში. არ დაელოდო შოკის ნიშნების გამოვლენას, დროულად დაიწყე საპრევენციო მოქმედებები. სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ დროულად აცნობე სამედიცინო პერსონალს. ცირკულაციის შემდეგ ჰიპოთერმიის ეტაპი დგება, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში იხილავ.